რაც შეეხება დავუბრუნდები იმ საკითხს, როდესაც ქალბატონ ქეთევანს შევხვდი პირადად. სამწუხაროდ მარტის თვეში გავხდი ონკოპაციენტი. ძალიან რთული, შოკირებული მდგომარეობა მქონდა, რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არ არის მარტივი და ნამდვილად ეს იყო და არის ურთულესი პროცესი, რომელსაც მე გავდივარ, თუმცა ყველა ჩემ მეგობარს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ ფაქტიურად ჩემმა მეგობრებმა შემაძლებინეს, რომ მე ეს პროცესი რაღაცნაირად მართო. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას აბსოლუტურად სხვადასხვა სახით ვუდგებით ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გამკლავებას, მეც აღმოვჩნდი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება საკმაოდ ესე ვთქვათ ძლიერ შემართებით მართავდი ჩემს საქმიანობას, აბსოლუტურად ყველაფერს აღმოჩნდი ძალიან სუსტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ეს ყველაფერი დაძლევადია და რაღაცნაირად მოვახერხებთ. და ქალბატონ ქეთევანთან მქონდა საუბარი, რომ ერთ-ერთი ონკოპაციენტებისთვის და არა მარტო ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაციული მედიცინის მიმართულებით ჩართულობა და ქალბატონ ქეთევანს ვთხოვე, რომ შეხვედრილიყავით და გაგვესაუბრა ამ თემაზე. რა თქმა უნდა, მე ვიღე თანხმობა და აი როგორ გითხრათ, გულწრფელად მომინდა, რომ მარტო მე არ მომესმინა ამის შესახებ, მარტო მე არა როგორც ონკოპაციენტი და გადავწყვიტეთ და როდესაც ჩვენ უკვე Zoom call-ით შევხვდით ქალბატონ ქეთისთან საუბარში, მე მას ვთხოვე, გამოიყო დრო და ქალებისთვის ერთი დღე შეგვერჩია, შევხვედრილიყავით და ამ თემაზე ღიად გვესაუბრა. იქ დასრულდა პირადი ჩვენი ამ თემაზე საუბარი, დავაპაუზეთ ესე ვთქვათ და დღეს მეც თქვენთან ერთად შევალ დიალოგში იმ საკითხებზე, იმ საინტერესო საკითხებზე, რაც შეეხება ინტეგრაციულ მედიცინას. ფაქტიურად ძალიან მცირე ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს ინტეგრაციულ მედიცინას და არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ქალბატონი ქეთი შეძლებს, რომ დღეს აი ამ მცირე დროში მოგცეს იმის საშუალება, რომ ყოველ შემთხვევაში გავერკვიოთ მაინც რას ნიშნავს და შემდგომ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძინოთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არ არის ესე ვთქვათ ლექციური ტიპის და ჩვენ ქალბატონ ქეთისთან შევთანხმდით წინასწარ, აუცილებლად ჩავერთოთ თქვენ შეკითხვებით, ვისაუბროთ, რადგან დღევანდელ ჩვენ შეხვედრას ქვია სალონური შეხვედრები. ეს შემთხვევით არ დაერქვა ამ შეხვედრას ეს ფორმატი, ეს სახელი ამ ფორმატით, რადგან ძალიან მინდოდა, რომ ისე როგორც ჩვენ სახლში ან კაფეში ვხვდებით ხოლმე მეგობრებს და უშუალო გარემოში ვსაუბრობთ, გადმოგვეტანა ეს ფორმატი დღევანდელ დღეს. ქალბატონი ქეთი თვითონ წარსდგება, ალბათ უმეტესი თქვენთაგანი იცნობთ მას, მაგრამ მე სურვილი მაქვს, რომ თვითონ მოგვახსენოს მოკლედ თავის შესახებ და დავიწყოთ ჩვენი სალონური შეხვედრა.